სიტყვაზე მენდეთ. ეხლა არის დილის 8 საათი. ქალბატონმა ეველინამ გაიღვიძა და ზის და რას წერ? 10 საათი. რომელი საათია ის? ისე რეალურად რომელი საათია ახლა? 8 საათი. ხო, მე გაგრძელე რას წერ კიდე? 10 საათი. ხო, კიდე? კიდე? 10 აითხრა? შეთხა შენ. ვაიმე მეძინება და ეს კიდე წერს. მამიკომ ჩვენი სანათი გამოგვეგზავნა, ნახეთ ათენში რო გქონდა ევეკოს თავის მაგიდაზე. ხოდე? ბუთუნა? დედას რომელსაც უზომოდ ეძინება, მე მაპატიეთ. ჯერ არ მდგავარ. და შვილები უთენი ადგებიან არაცლიან ძილს. დანიელა უკვე ჭორავს ბებოსთან. მოდი? მოდი მომისკუპდე. მოდი. ნელა, ფრთხილად. წიწილი. სად იყავ დაჯისთან? არ დააყენე ხო დაჯი? იქეთ გიობაბუ გააღვიძეთ, აქეთ დაჯიბებო, აქეთ დედიკო და გარეთ ჯერ კიდევ ნელა. ავდგეთ? არა. აბა გათენდა? არა, ადრეა. გავაკეთე დიდი ფენქეიქები და ასევე ესეთი პატარა მინი ფენქეიქები, ვის როგორ მოესურვება ისე შეჭამს თქო და ვიდრე მე დავჯექი ყავის დასალევად გოგოებმა უკვე შესანსლეს. მოკლედ, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა, ვინც დიდი ხანი გვიყურებს, იცით ჩემი შვილების დამოკიდებულება არაქისის კარაქის მიმართ. სიგიჟემდე უყვართ, ასევე ძალიან უყვართ ტაჰინი. ხო და გაგვითავდა არაქისის კარაქით, გაგვითავდა ტაჰინით, გაგვითავდა. აღმოვაჩინეთ ესეთი გემრიელობა, ტოსტი. არაქისის კარაქი ყველანაირი დანამატების გარეშე და ყველაზე თავარი რაც არის, რომ იყო 19 ლარად, 39 ლარის ნაცვლად, რადგან რეგიონში ვართ. საკურიეროსი დაემატა კიდევ 10 ლარი. ხო და ჯამში გამოვიდა 29 ლარად 1 კილო. ესეთი უზარმაზარი კილა არაქისის კარაქი. ეველინას ეს უყვარს გარგარისჯემთან ერთად და სამწუხაროდ სახლში არა გვაქვს გარგარისჯემი გაკეთებული რატომღაც. რა ვიცი, არ გავაკეთეთ წელს. და ვიყიდე კარფურში. და ესე გემრიელად მიერთმევს ჩემი გოგო, უზომოდ უყვარს, აი ძალიან და რა ვიცი, დავტოვებ მონაცემებს Facebook გვერდს თუ ვინმეს გესურვებათ, არანაირი რეკლამა არ არის ხალხო, მე თვითონ გადავიხადე ყიდვის და საკურიეროსი. თანხა, ჩვეულებრივად შეუკვეთე ჩამომივიდა და ასევე შეგიძლია ადგილზეც გადაიხადო თანხა და როცა მოგიტანენ მაშინ გადაიხადო თანხა და როდესაც გამოიწერ პირდაპირ გადარიცხვა გააკეთო. ამის აღნიშვნა დამავიწყდა ხო და მაგას ვამბობ, რომ არანაირ რეკლამას არ ვაკეთებ, მე თვითონაც ჩვეულებრივად შევიძინე როგორც სხვა შეიძენს. ერთადერთი რაც გამიკვირდა, ცოტა თხელი მასა მომეჩვენა, იმასთან შედარებით, რასაც ვყიდულობდით საბერძნეთში, თუმცა ძალიან ძალიან გემრიელია. არ ვიცი, შეიძლება სტრუქტურა ესეთი აქვს, ესეთი უნდა გქონდეს, ხედავთ კიდევაც. ძალიან თხელი და წყალივით არ მოიცა, ერთ წუთი გავხსნი და გაჩვენე. სულ წყალივით სტრუქტურა არა აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ათენში რასაც ვყიდულობდი, აი ესეთი თხელი არ იყო, ცოტა უფრო სქელი იყო, უფრო მყარი იყო. მაგრამ გემო აქვს არაჩვეულებრივი. ეველინას ძალიან მოსწონს და რაც ყველაზე მთავარია, არანაირი დანამატი არ აქვს. ეს იყო ჩემთვის მთავარი, რომ დანამატები არ ქონოდა. ხო და ეხლა ჩემ გოგოს აქვს მისი უგემრიელესი არაქისის კარაქი. დილით რომ დავიწყე ვლოგის გადაღება, მე იმდენი საქმე ვაკეთე, მივყევი, მოყევი, აბაძანას, საძინებელს, სარეცხი ჩავყარე,
და მოყარე კიდე ჩავყარე ხო და მე ვიბანავე გოგოები მოვაწესრიგე აი რაც ხედის ხანო ამით მაგაც ჩემი ჭრები მოგწონთ როგორია გუშ გავიკეთე ამით როგორ ჩანს ახლა არ გვიმართა, აი ესე გამოიყურებ. ელენას დაბადების დღე ძალიან შორსაა, დედიკო შორს ცხოვრობს. შესაბამისად, სადაც ცხოვრობს იქ მე. როგორც შენ ცხოვრობ, საბერძნეთში შორს. ჩვენ ცხოვრობთ საბერძნეთში შორს? ჩვენ ცხოვრობდით საბერძნეთში. ხო და ძალიან შორსაა მართლა. 3000 კილომეტრია. საბერძნეთამდე ბატონო. ისა მე რა დავინახე ჩვენი თვითრენა. თვითრინავი არა, თვითმფრინავი. რა დავინახე? ხო, მომისმინეთ ახლა ერთი წუთით შემოგვრიდებოდა მარგალიტება. რა დავინახე პირველი თვითრენა. თვითმფრინავი. თვითმფრინავი. ხო და ერთი წუთი შეიძლება ვისაუბრო და მოგაქცევთ ყურადღებას. აქამდე ვსაუბრობდით, ახლა ცოტა ხანი მეც რომ ვისაუბრო, კიდე გამოგეყოთ სხვირი და გამოსულიყავი, კაი იქნებოდა ჩემი ძმა. ბესო ჩემი ძმა, მაგრამ ეს ნამდვილად არ იყო დედა ჩემი ძმა. და რას ვამბობდი? მოვწესრიგდი ერთი სიტყვით გოგოები მოვაწესრიგე და იქ რომ გონია რომ გოგოები რა მოვაწესრიგე, ეველინა მოვაწესრიგე და იქ რომ გონია რომ დანიელას მოვაწესრიგებ და ჩავაცმევ და ჩავჯდებით მანქანაში და წავალთ. დანიელას დაემართა სრული ტირილი ისტერიკა მთელი ამბავი. მიზეზი გაინტერესებთ? არ ჩვენ არ ვიცით. ხო და მეზობლებო, თუ კვირა დღეს 2 ნოემბერს გესმოდათ შვა დღეზე წივილ-კივილი დანიელასი და მიზეზი გაინტერესებთ, არც ჩვენ არ ვიცით სამწუხაროდ. სანამდე არ იტირა იმდენი რამდენიც უნდოდა, მანამდე არ გაჩერდა. ხო და მე როგორც იქნა კერაში რო ვიყავით მაგ ამბებს ყვები? არ უნდა, დედიკო ხელი რო შემიშალოს და მაგიტო საუბრობს სხვა დაბლა. ხო და მოიჯერა გული ამ ტირილით, წივილ-კივილით. მე მგონი მივბრუნდებით უკან. ხო, მაშინ გავჩერდეთ ისევე თავი და ნუ ვიწყებთ წივილ-კივილით, ძალიან გთხოვთ. მადლობელი დაგრჩებით. თუ გაითვალისწინებთ ჩემ თხოვნას. გასაგებია? მადლობა, ბატონო. დედა, ახლა ყველა გვერდ-გვერდ ხარ ვიცხოვრებთ. ხო და რას ვამბობთ? მოკლედ, ამ ყველაფერმა შეიწერა ჩემი ნერვები, იმიტომ რომ ან რომ მეყვირა, ან რომ მეჩხუბა, ან კიდე მესმის. ვიტყოდი ჩემი ბრალია, ნერვი ვერ მოთოკე, ქალბატონო მაია. ბავშვი გააღიზიანე შენი უტაქტო საქციელით და შესაბამისად მიიღე შედეგიც, მაგრამ მე არაფერი ანუ უბრალოდ ტიროდა, უმიზეზოდ იყო გაწოლილი ძირს და ტიროდა. მე დაწყნარდა. მე უკვე მე აღარ მქონდა არაფრის და დედაჩემ ამფხიკა რო იტყვია, კაი ახლა დედა დაწყნარდა, თალკი ამათ ეუბნებოდა რატო უშლით დედა თქვენს ნერვებს. აზრი? ხო და როგორც იქნა წამოვედით, დაჯიბებო დავტოვეთ მის დაქალთან და ჩვენ მივდივართ. სად მივდივართ? მელინა არის ჩემი ნათლული. და მივდივართ მელინას დაბადების დღეზე ფარცხანაყანებში. შენი ვინ არის დე? ჩემი მეგობარი. აჩა. ჩემის მეგობარი. შენიც მეგობარი. დანიელა იტირებ კიდე?
არა, რაღა დაგჭა დედა სატირალი რას ამბობ. ტემუდან გამოვწერე რაღაც ნივთები მანქანისთვის, ოღონდ გამოვწერე ბერძნული ტემუს ანგარიშთან მივიდა ჩვენ საბერძნეთის მისამართზე და მე ზურამ გამომიგზავნა რაღაცები და ანუ სარკე რაც არის მანქანის არ ჩანს ორივე, ანუ ორივე კი არა, არც ერთი არ ჩანს. მაშინ თავის დანიშნულებით აღარ უნდა გამოვიყენო ეს სარკე და მანქანებს აღარ უნდა ვუყურო, რომ ბავშვები რო გამოჩნდნენ. ამიტომ დამატებით პატარა სარკე გამოვიწერე და ისე კარგად ჩანან. ეხლა უпростоრედ ეველინა უნდა გადავაჯინო მარცხნივ, დანიელა გადმოვაჯინო მარჯვნივ და დანიის უფრო უკეთ დავინახავ და ევეკო რადგანაც ტანად დიდი არის, ისედაც გამოჩნდება. ხოდა ძალიან ყოფილი ვარ, სამზეურები გამოვუწერე კიდე. ხوار გიშლით მზე ხელს ახლა? არა. ოქრო გოგოები ხართ. ოჩა, უი რა კაია და თან ჩემდა გასაკვირად? ხო, კაი. მე აგარიჩი აბე სკამისკარში აქ მე და აქ ელენე, ხო, და სალოს ელენეზე ამბობს. დილით რო ხდება ევეკოს კლასელი რო გეხუტება და კოცნის სულ. და ანიტაც ხო. ხო და ჩემდა გასაკვირად ეს სამზეურები არანაირ სამაგრი არ აქვს, პირდაპირ ასე ეკვრის მინას და ისე გამეხარჯე თავი და დავიბედ მეთქი რა არის ეს, როგორ დავამაგროთ ხო და ჩვენი მანქანა გადავაქციეთ სტიჩის მანქანად. ხო და სხვადასხვა აქსესუარები რაც შევიძინე არის სტიჩის გამოსახულებით. ერთ-ერთი არის ესეთი ჭიქის ჩასადებები ვიყიდე. არ ჩამოწიო, ევე, რას აკეთებ? ევე. არ ჩამოწიო, დედიკო, ძალიან გთხოვ. არ ჩამოწიო სიხარულო. იმიტომ რომ ცივა შედარებით და წინ ჩამოწეული სტიჩი, ხო. ლიანდაგი. გადავიარეთ ლიანდაგზე ახლა. ხო და ვიყიდე მოკლედ სხვადასხვა აქსესუარები სტიჩის გამოსახულებით, ასევე ვიყიდეთ სტიკერები. kids on board თუ რაღაცა ესე ამ დაგვერწან წარწერა აღარ მახსოვს. ნუ ყოველ შემთხვევაში ვაღნიშნავს რომ ბავშვები ისხედან მანქანაში. ხო და კიდე დამატებით სტიკერები მივაკარი პატარა ბავშვივით, მაგრამ ამათ უხარიათ, ხო და ამათ თუ უხარიათ მეც მიხარია. ავეთ ახლა დამატების დღეზე მივულოცოთ ჩვენს მელინუშკას. კიდე ვიყიდე სავარძლების ჩიხოლები გადასაკრავი, იმიტომ რომ ჩემ მანქანის სავარძლები ბაკუსია გადაიქეთ, საკმაოდ ღია ფერის არის და მალე დასვადია. დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილ ვარ, მაგრამ სულ არაობას მირჩევნია რომ ესენი გქონდეს. იმიტომ რომ ქიმწმენდაში სარბენად და უკანა სკამზე მთლიანად ქვემოთ დასაფენი გამოვწერე, რადგან გოგოები ფეხებს ადებენ ხოლმე და ის დასაფენი ძალიან მომეწონა და გამიხარდა რომ ისეთი ჩამოვიდა როგორიც არის. ისეთი ამბებია. ავეთ, ახ კიდე რაღაცები გამოვწერე ტემოდან. ოღონდ ამჯერად აქ ჩამოვა. წყალტუბოს მისამართზე შევცვალე მისამართიდან ყველაფერი. ხო და ვნახოთ რეები ჩამოვა. ეს არ გვიჩვენებია ოთახი როგორ მოვიწყოთ გოგოებს, ხო გოგოებო? როდის ვაჩვენებთ? ჩვენ სულ გადარბენაზე ვართ. ძალიან ბევრი წერთ, რომ საბერძნეთის ვლოგები გენატრებათ, ჩვენს გვენატრებას საბერძნეთის ვლოგები, ზურა მამიკო, იქაური ყოფა, მაგრამ ახლა აქეთა ვართ. ხო, კარგად ვატარებთ აქ დროს. 10 გვენატრება, ხო, მონატრებით ახლა სულ მოგვენატრებადე. მაგრამ რატო ვეღარ ჩავალთ, დედა? ვინ თქვა რომ ვეღარ ჩავალთ?
არ ვიცი, ვნახოთ, დედიკო. როცა დაგვაფინანსებს მამიკო, მაშინ ჩავალთ. წავედით, უკვე სალიაზე ვართ. სალიაზე? არა, ბოდიში, სალია არ ქვია კაცო ამას. ამას ქვია დუქნები. დუქნებზე ვართ, დუქნებზე. ეს მავნე, ერთი ამბავი რო გვითია. წუპაკი, მელი, არ წაიქცე. მელინა, არ წაიქცე. ჰიჰიჰი. გამომხედი აქეთ, მოდი ხუჭუჭა. ლაგინდა. სათხარ შენ მოსული, ვისთან ახარ მოსული შენ? ვაიმე. ეგეა ჩემთვის ნეტარება. სადაც უნდა წავიდე. ყველგან უნდა მივაგნო კოწახურს. ხან ჩხუბობენ, ხან თამაშობენ. გოგო. თან. Чао, такунები. Ой, чего? Чучутево. Нела. Нела. Eve, კვადე კიდე. ბატონო. ჩამოსვლა გინდა? დაკეტე. შეკარი? ყოჩახ. არ ვიცი, დე ვერ ხედავ აქედა. აქედებს რაღაც დე მე ვერ ხედავ. თეკლა. რა ხნისა ეს აკვნები? დაჩა. რა დრო იყო ეს აკვანში რო კოჭავდა. საკვანი ყოფილა 62 წლის და ეს აკვანი? თეთა, ეს 27. მაგრამ ეს მუქი ხო? ეგია მანანას დაკონი. ესა 62 წლის და იგი ჩვენამდე 27 წლის. დანიელა მანქანიდანო ამომიღე ჩემი ჩანთაო და ნახეთ რა ჩანთა აქ წამოღებული. ხმერთო ჩემნარი ჩანთა ხო? ჩვენი სტიკერები ნახეთ. Kids in car. ეს ნახეთ რა სასაცილო. ეხლა არ დამცინოთ ესენი რა დაგიკიდები რაღა იყო. მიიკრია, მაგრამ ეს მაგარია, ნახეთ რა სასაცილოდ იყურება. ეს არის სამზეურები. ძროხის ხმა? ბატონო. გრაო, რა უნდა? ეს ნახეთ როგორია. ჰოპ. ესე. ძალიან კომფორტულია. ეს ერთი. ეს მეორე. ეს ნახეთ, მანქანა რო გასარცხე არ ვიმჩნევთ. ეს რა, ნახეთ. სასაცილო. თუ ვინმე ნახავთ სტიკერებიან აქვას წყალდუბო ქუთაისში მე ვარ. ეს ნახეთ რა სასაცილო. მოცლილი მე ძალიან მომეწონა და რა ვქნა. და ესენი არის ლიპგლოსები კიკოსი, რომელიც ზურამ გამომიგზავნა, სხვათა შორის მიყიდა ჩემს დაბადების დღეზე. ჩემმა ბიჭმა. ძალიან ნერვიულობდა, შენ დაბადების დღეზეო წელსო ვერაფერიო ვერ გიყიდეო და რა ვერაფერი ვერ მიყიდე ბიჭო. თქვენ ნორმალური თუ ხარ მანქანა, ეხა შევცვალეთ. ჯერ გამბაჟებას არ გაგვიკეთებია. ვაიმე დედა. ვერ ვარ ახლა კარგად. ხა და ორივე არის სხვადასხვა ნომერი. ეს გაჩვენებთ მე. და სხვა შორის ძალიან მომწონს. ეს არის გადასაკრავები, რაც ვიყიდე, რაც გამოვიწერე. დიდად არ მომწონს, მაგრამ ნენელა იქნებ მოაჯდეს და დადგეს მის ზომაზე. სხვა შორის ჩემ ხარეზე შედარებით გასწორდა. ხო, ну რა ვქნათ, ძალიან ღია ფერია. ძალიან ღია ფერია. თქვენს იცით, აი ესეთი ფერია, სავარძლები და გაშავდება მალე. ხო და ეს ვიყიდე უკვე რაღაცები დავუყრიათ. ეს ვიყიდე უკანა სავარძლისთვის ესე. ფარავს კარგა გემრიელად, ისე რომ არ დაისრება და გოგოებიც კომფორტულად იმგზავრებენ.
ტადამ. სამზეურები. სტიჩის მანქანა ყავს. ინსპირაცია იყო ჩვენი სტიჩის სამგზავრო ბალიშები. თან გოგოს ძალიან უყვართ. სტიჩი. ესეც ევეკოს მხარეს. დროთა განმავლობაში რა სიზამს არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით იდეალურად არის. წავედით ახლა შეგდით. სასაცილო. ამ წილწილებს შეხედეთ. აი მე ვინ არის ლამაზი გოგოები ვინ არიან? გოგოებო. ლამაზებო. მელი. დადამ, სახში ვართ უკვე. 11 საათია თუ არ ვცდები, აქამდე ზურას ველაპარაკებოდი, ახლა ვიყავით დაბადების დღეზე. გადავიდნენ ყირაზე. ხო და მე წამოვედით. ითამაშეს ბევრი, გაერთენ. თუ სახლიდან წასვლის დროს დანიელა მიპროტესტებდა ყველაფერს, იქ ყოფნის დროს ეველინა მიპროტესტებდა სახლში წამოსვლას, ასე რომ დღეს ჩემი ორივე შვილი ურევდა მაგრად. ძალიან. არ ვიცი ამინდმა იმოქმედა მდგომარეობამ თუ გარემომ იმოქმედა, არ ვიცი ვერ გეტყვით რისი ბრალი იყო. აი მე საათი რომ ხალხზე წიკწიკებს. ახლა შევამშვიდობ. დანიელას ცხვირს ურეცხავდი და თმები ჩამომდიოდა წინ თვალებში და მაგ დროს გავიგეთი აბედოკი და საერთოდ მახსოვდა თუ მეკეთა. დასკვევარი. ხო და ესეთი ამბები გვაქვს ოჯახში. ხვალ სკოლა დავაყენო მაღვიძარა 7 საათზე. ხო და ხვალ ვარ ქუთაისში წასასვლელი. ბერძნები რომ ყავდა სტუმრად, მათ დარჩათ სასტუმროში ჩანთა. რაღაც პირადი ნივთებით და ამბებით. და ის ჩანთა მაქვს წამოსაღები. ასე რომ ხვალ ქუთაისში მიწევს წასვლა. წავედი ახლა მოვწესრიგდი და დავწექი მეც, თორე დილას ვერ ავწევ თავი.